ხელოვნური ინტელექტი ჰაკერებსაც დაეხმარებათ უფრო დიდი სტრატეგიები დაგეგმოთ და უფრო რთულად ამოსახსნელი შეტევები შემოგთავაზონ. თავაზობენ უკვე. ერთ-ერთი კიბერ შეტევა მახსენდება სლოვენიაში სამედიცინო კლინიკა იყო, პლასტიკური ქირურგიის კლინიკა იყო. 5 მილიონი მოთხოვეს გამოძალვაში, რომელიც არ გადაიხადა და შემდგომ 20 მილიონის ჯარიმა დაეკისრა მონაცემთა გაჟონვასთან დაკავშირებით და მოუწია დახურვა და საქმიანობის შეჩერება. თუ არ აქვს კომპანიას კიბერდაზღვევა, რაც დიდი ტოლობის ნიშანი დააყენა, რომ ესე იგი ამ კომპანიას არ აქვს ინციდენტებზე რეაგირების გეგმა თვალნათლივ გაწერილი. ინციდენტზე რეაგირების ჯგუფზე რო ვსაუბრობ, ისინი მართავენ ზარალის რეგულირებას. თუ საჭიროა, ჩართავენ იურისტებს, თუ საჭიროა, ჩართავენ საგამოძიებო მოქმედებებს, მარეგულირებთან გაკავშირებენ, გეუბნებიან როგორ რამდენ საათში შენი კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა შეატყობინო ამ ინციდენტის შესახებს და ეს არის მე ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რომელიც დღესდღეობით მოყვება კიბერდაზღვევის პოლის Resolution Insurance Brokers რას თავაზობს ამ მიმართულებით მომხმარებელს. იგივენაირად როგორც ხანძრისთვის შესაბამისად ჭირდება ცეცხლმაქრი და თუ არა გაქვს დაზღვევა არ დაგაზღვევს და იმ წუთში ეს ცეცხლმაქრი შენი ცეცხლის ჩაქრობაში და რისკის მინიმიზაციაში გეხმარება სანამ სახანძრო მოვა, ხო? იგივენაირად არის კიბერუსაფრთხოების დაზღვევაც ამ შემთხვევაში გეხმარება ა რისკის იდენტიფიკაციაში, ბ ინციდენტი როდესაც ხდება და კიბერშეტევა რო ხდება, გეხმარება ამ ინციდენტის მართვაში და შენთვის სასიკეთოდ, ბევრად უფრო სასიკეთოდ გადაწყვეტაში. ზარალს გინასყაურებს